ლიდია ოქუაშვილს აპლოდისმენტები. ლიდია ოქუაშვილი. დიდი მადლობა ლიდია, ნინო გისმენთ? მე ძალიან ჩავფიქრდი, იმიტომ რომ სიმართლე რო გითხრათ, მე ცველოდებოდი შენგან, იმიტომ რომ ესეც ურთულეს სიმღერა და შენ ყველანაირად შეგიძლია რომ გაუძღვე ამ სიმღერას. ანუ ნოტები და ანუ რაც შეეხება მუსიკალურად აბსოლუტურად გამართული იყო და არანაირი მე შენიშვნა არ მაქვს, მაგრამ აი თითქოს აი არ ვიცი თქვენს დამეხმარეთ ხელოვნური იყო თუ ძალიან აიგრიში იყო თუ ხასიათი თვითონ არ მომეწონა. აი 9-10-ს შორის ვარ მე ახლა 10-ს დავწერ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მინდა რომ უფრო ბუნებრივი და ორგანული იყოს ის რასაც ასრულებ შენ და უფრო გრძნობდეს შენ თვითონ რომ ჩვენამდეც მოვიდ. ჩემამდე არ მოვიდა დღევანდელი შეინამღერი. ათიქულა, დიდი მადლობა ნინო, ქალბატონო ნანული გისმენთ? სრულიად ვეთანხმები ნინოს რაც თქვა, ნუ ალბათ ამას გაითვალისწინებ შემდეგისთვის, აი ზუსტად ჩამოაყალიბა ის რაც მე მინდოდა მეთქვა და ამიტომ აღარ გავიმეორებ და ძალიან მომეწონეთ ეს ვიზუალურად თქვენი ხმაც მომეწონა და ამიტომ გიწერთ 10-ას. ათიქულა მშვენიერია ვახო? ვეთანხმები ამ ადამიანებს მეც, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა დაბალი ქულის დაწერა არ გამოდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახერხებს ეს ადამიანი, რომ თავისი ვოკალით, თავის შესაძლებლობებით, ძლიერი ხმით, შარმით, რა თქმა უნდა, მოგნუსხოს და მოგთაფლოს ჟიურის წევრები. 10-იანი. ათიქულა მშვენიერი, დიდი მადლობა, კარგად მივდივართ დღესაც და ვნახოთ ნიკოლოზი დააგვირგვინებს თუ დიახ, ასეა ჩემო კარგო, როცა თავიდანვე ისე იწყებ, რა ქვია, მაღალი ტემპით, შესაბამისად უფრო პრეტენზიულია ჟიური თქვენს მიმართ. ის ადამიანები, რომლებსაც შედარებით პირველ ტურებში დაბალი ქულები ქონდათ, უმატებენ, ეს და ეხლა თქვენ უფრო მეტი მოგეთხოვებათ ამ შემთხვევაში. ჩემი რო ხარ მითო გეუბნები, უცხო იყოს არ ვეტყოდი ახლა. ხო, ნუ სხვა საცმულა გამოდი მელამარგი კპინოს. გამოდი. ხო. აბა გულა უნდა დავწეროთ. დიახ, მეც 10-ს დაგიწერთ დღეს.
გენოცვალეთ. გილოცავ ლიდია, ჩემო ძირფასო, შემდეგ ტურს ეს იქით. მშვენიერია, მშვენიერი და ვნახოთ.